მოგესალმებით, მეცნიერთა კონგრესის დროა. დღეს ჩვენ გვიწევს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე საუბარი. ეს ბუნებრივია, რადგან შეუძლებელია დღეს მეცნიერები, განსაკუთრებით მეცნიერთა კონგრესი არ იყვნენ დაინტერესებული დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი კრიზისი. თუ არავინ მეცნიერებმა უნდა მოახდინონ კონკრეტული სიტუაციის ანალიზი, არა რომელიმე მხარის დაჭერა, იმიტომ რომ რომელიმე მხარე უკვე პოლიტიკური მხარეა. ამიტომ ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა განსაზღვრეთ პოზიცია და პოლიტიკა, რომ ჩვენ მესამე პირიდან დავაკვირდეთ აღნიშნულ პრობლემებს და ვხედავ ძალიან რთულ კრიზისულ სიტუაციას, საიდანაც გამოსავალი ფაქტიურად დარჩენს. საზოგადოება ორად არის გაყოფილი, არა მარტო საზოგადოება, თითქმის მთელი სამყარო ორად არის, ნაწილი ცნობს ხელისუფლებას, ნაწილი არ ცნობს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ევროპა არ ცნობს, ევროპა ერთიანდება და ის დღევანდელი პროცესები, რაც ამერიკაში მოდის, ეს არის ჰანტინგტონის თეორია, რომელიც მანამდე ტრამპამდე საუბრობდა ჰანტინგტონი, უნდა გაერთიანდეს კანადა, გრენლანდია და ევროპასთან, ძლიერ ევროპასთან ერთად. ამდენად თუ შესაბამისად ამერიკის პრეზიდენტი ამ პოლიტიკას მიყვება, ჩვენ მოგვიწევს ევროპასთან ურთიერთობის გარკვევა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში არჩევნები და ეს ბუნებრივია და მეცნიერთა კონგრესმა განაცხადა, ჩვენ ვერთვებით პოლიტიკური პროცესებში ჯერ სამეცნიერო მიმართულებით, დაკვირვებით, ანალიზით, ხოლო შემდგომ საერთო სახალხო პარლამენტის ინსტიტუციაც გამოვიყენეთ. ამდენად დღეს შეკრებილი საზოგადოება იმცირებს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე არჩევნები და ყველასათვის ბუნებრივია, რომ არჩევნები ჩვენ თამადასაც კი ვირჩევთ ბუნებრივად, ხო? ვირჩევთ იმ ადამიანს, იმ საზოგადოებას, იმ პიროვნებას, რომელიც საზოგადოებას წაუძღვება. თუმცა ჩვენ დავკარგეთ პოლიტიკური თამადის არჩევნა. ეს სწორედ ამაზე წუხდა ჯავახიში, რომ რუსეთს შესვლის დრო ჩვენ დავკარგეთ თვით განახლებადი კლასი, რომელსაც შეუძლია ამდენ პოლიტიკურ სივრცეებში საქართველოს მართვა. თუმცა დღევა პროცესი, რომელიც პიროვნებებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონკრეტულ დარგზე, რაზე ჩვენ მუდმივად საუბრობთ და დღეს დუმილის დრო და უმოქმედობის დრო არ არის, დღეს წიგნების რაღაც ლექციების და რაღაცების ძალიან კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ამაზე გვექნება დღეს საუბარი. ემიდა ბატონი თემურ ჩანჩიაშვილი წარმოგიდგინოთ, მეცნიერთა კონგრესის წევრი. ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული მეცნიერთა კონგრესისთვის და დანარჩენს ბატონი თემური გაგაცნობთ. დიდი მადლობა ბატონი ბესიკ ბოგველი, ვინც გახსნა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა, ფსიქოლოგი გახლავთ, ძალიან საინტერესო პიროვნება. თქვენ იცით, რომ მეცნიერთა კონგრესს 4 დიდი საყრდენი აქვს გამოკვეთილი, ეს არის იოანე პეტრიცის ფილოსოფიური მემკვიდრეობა, ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობა, ესე იგი დიმიტრი უზნაძის ეს განწყობის თეორია და ეს დიდი მეცნიერება და ილია ჭავჭავაძის ეროვნული მემკვიდრეობა იმ დიდ წიგნებთან ერთად, რომელიც ბიბლია, ეს ვთქვათ, ქართლის ცხოვრება, ვეფხისტყაოსანი, ეს მნიშვნელოვანი რამეებია, დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ და ძალიან კარგია, რომ აი სწორედ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი როგორც იტყვიან, მისი თეორიის ერთ-ერთი უდიდესი პატივისმცემელი ბატონი ბესიკ ბოგველი გახლავთ, აი ეს ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, ძალიან საინტერესო პიროვნება, მეცნიერთა კონგრესის სპიკერი. წარწერა უკან გაკეთებულია, რომელიც ნაკლებად ჩანს, მაგრამ საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ყავს, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ. ამ ადამიანებს უნდა ვიცოდეთ ის რისი გაკეთება შეიძლება და მთავარი არის ამ ადამიანების როგორც იტყვიან, მოძიება, ამ ადამიანების წარდგენა საზოგადოებისთვის. თქვენ იცით, რომ 50-მდე ადამიანის სია უკვე გამოქვეყნდა. აქ ორი პიროვნება უკვე ზის, რომლებიც აქ სიაში არიან დასახელებული. ბატონი ამირან აფციაური, მეცნიერების დოქტორი, ერთ-ერთი გამოკვეთილი მეცნიერი და პიროვნება, რომელმაც ენერგეტიკაში, ენერგეტიკული მიმართულებით ჰაერისგან მიიღო თავის გერმანელ და სხვა მეცნიერებთან ერთად, ჰაერისგან მიიღეს ელექტროენერგია და თეორიულად ეს სწორედ ბატონ ამირან აფციაურმა დაადასტურა მაქსველის თეორია განავითარა. ძალიან კარგია, რომ
ასეთი ხალხი გვყავს და მეცნიერთა კონგრესში ის ინოვაციურ ცენტრს ხელმძღვანელობს. ეს პიროვნება ერთ-ერთი დასახელებულია იმ 50-ში და იმ 50-ში არის ბატონი ბესიკ ბოგველი, რომელიც წარმოადგენთ ჩვენ. ძალიან გვიან მოხდათ მეცნიერთა კონგრესთან შემოერთება და მინდა გითხრათ, რომ აი დღეს ეგრე სამი პიროვნება არის, რომელთა მიმართაც, ესეთივე განწყობა არის, რომ იყვნენ იმ სიაში, რომელიც 26 მაისს გამოქვეყნდება და ძალიან დიდი სიამოვნებით მინდა დღეს წარმოადგინო ქალბატონი მედია აბაშიძე, რომელსაც უამრავი ადამიანი ასდევს რეკომენდაციას და პირველ რიგში ჩვენთვის ყველასათვის სათაყვანებელი დიდი ქალბატონი ელენე აბაშიძე, რომელიც 103 წლის იუბილე რამდენიმე ხნის წინ შედგა და სწორედ ქალბატონი ელენე აბაშიძის წარდგენა როდესაც მოხდა და მისი რეკომენდაციით მოვიდა ქალბატონი მედია აბაშიძე. მე პირადად არათუ მხარს უჭერ მივესალმები, რომ ასეთი პიროვნება არის, რომელიც თქვათ ინტელექტუალური ქალბატონია, ამავე დროს გარკვეული ურთიერთობები აქვს სწორედ აი საზოგადოებრივი მიმართულებებით და ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი ეს ქალბატონია, რომელზეც არის ფიქრი იმაზე, რომ სწორედ იმას 50 თუ 200 კაცი, რომელიც იქნება ძალიან ბევრის მიერ დასახელებულია. ამავე შემადგენლობაში ძალიან ბევრმა უკვე ბატონი კოტე კემულარია დაასახელა, თქვენ მას იცნობთ, როგორც მეცნიერების დოქტორია, იყო ის მინისტრი, იყო სასამართლოს თავმჯდომარე და ძალიან კარგია, რომ აი ამ სხვადასხვა პოლიტიკური იმაში მოუხდა მას ურთიერთობები და სასამართლოს თავმჯდომარე როდესაც გახდა, სწორედ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა და იმდენად პრინციპული პიროვნება აღმოჩნდა, რომ როდესაც რაღაც საკითხებში ვერ მოხდა თავსება, თავის გადაწყვეტილება მიიღო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ესეთი პიროვნება არის დასახელებული. ბატონი ნიკოლოზ მებაღიშვილი უამრავი ასევე ადვოკატია, ძალიან ენერგიული პიროვნება არის, მას ბევრი მხარდამჭერი ყავს და დღეს ჩვენ რაზეც საუბრობთ, ახლა წარმოადგენთ აი რასაც საუბრობთ, მე ამ თემას მოკლედ შევეხები და მე ალბათ ჩვენი კოლეგები, იმიტომ რომ ჩვენ 6 საათამდე გვაქვს ამის დრო, მე ვარ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი და ამიტომ წარმოვადგინე ესა ეკეთ ეს ყველაფერი ამ სისტემას ხელმძღვანელობ ძალიან კარგია რომ გრძელდება ამ კანდიდატურების დასახელება. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, რომ ყოველ დღე 4 საათიდან 6 საათამდე, ესე იგი 2 შაბათს და 5 შაბათს, ხოლო 3 საათიდან 6 საათამდე, 3 შაბათს, 5 შაბათს და პარასკევს, 3 შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს მეცნიერთა კონგრესის დროა იმ ორგანიზაციებთან ერთად, ვინც ეს დააფუძნა და ნებისმიერ პიროვნებას ქუჩიდან, სახლიდან, საიდანაც უნდა მოხშებულია მოვიდეს, კითხვა-დასვას, მონაწილეობა მიიღოს, თავისუფალი ტრიბუნა იქნება. ჩვენ ამ საკითხებზე დღეს ერთ-ერთ გადაცემაში ბატონ ვახში ჟვანიასთან ერთად ვისაუბრეთ, არ ვეხები ამას. ძალიან ძნელი იყო ბატონებო, რომ მეცნიერთა კონგრესი მხარე არ გამხდარიყო. მეცნიერთა კონგრესმა მიმართა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომ არ გახდე მხარე. შეინარჩუნე და მოდი მეცნიერთა კონგრესთან ერთად ვიმოქმედოთ, რომ როგორმე გავაერთიანოთ საქართველოს. სამწუხაროდ ვერ შეძლო ეს და მხარედ იქცა ყოფილი პრეზიდენტი, მაგრამ მეცნიერთა კონგრესმა ყველას უთხრა უარი, ვინც კი რამე შეთავაზა, თქვა, რომ დღეს მხარედ ქცევა კი არა, დაპირისპირებული მხარეების შერიგებას თუ ვერ შევძლებთ, გავიდეთ ხალხში და ხალხს უთხრათ, რომ ქვეყნის უბედურება დღეს არის დაპირისპირება. ეს დაპირისპირება უნდა დასრულდეს და ძალიან მიხარია, რომ ერთადერთი რგოლია სწორედ მეცნიერთა კონგრესი, რომელიც თავისი პროგრამებით და ყველაფრით წერთ ამბობს იმას, რომ ეს უნდა დასრულდეს. ეხლა რაც ბატონმა ბესიკმა თქვა და მე ამით დავასრულებ, არჩევნებთან დაკავშირებით რატო გადაწყდა. ბოლოს და ბოლოს ვის უნდა აწყობდეს დღეს არჩევნები? ხელისუფლებას და ხალხს გონია და ხალხი არ ვიცი ბატონო კოტე ჩვენ ამ საკითხებზე გქონია საუბარი, რომ ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა ხალხს რაღაც ზურგი შეაქცევინეს და არჩევნებისგან და გონიათ, რომ ქუჩაში გამოსულ ხალხს უნდა არჩევნები. ხელისუფლება წავიდა წინააღმდეგ, იმიტომ რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ლაპარაკობს ამას. მე რომ მკითხოთ კაცმა, დღეს არჩევნები ჭირდება ქვეყანას, საქართველოს ჭირდება არჩევნები, იმიტომ რომ პარლამენტი უნდა იყოს საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისაგან დაკომპლექტებული. დღეს პარლამენტი არის დაკომპლექტებული ერთი პარტიის მიერ. იმასაც ჩვენ ცალკე ვამზადებთ ამ გადაცემას, მე მიმართვასაც სასამართლო რომ მიდის დღეს, იმასაც უკვე ეკარგება ძალა, როდესაც ამას ერთი პარტია აკეთებს.
ჩვენ აქაც კი მქონდა რომ ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას შექმნილი იყო რგოლი, როდესაც ყველა უნივერსიტეტი რაღაც დიდი ტანჯვა წამებით ერთვიანი კურსით ერთ კანდიდატურას დაასახელებდა იმ გუნდში, უნივერსიტეტები, მეცნიერებათა აკადემია ყველანი და ეს იქნებოდა ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას მართლაც უკვე სხვა რაღაც და ან თუნდაც ეროვნული თანხმობის ხელისუფლება რო გვინდა, ეროვნული თანხმობის ხელისუფლება არ იქნება პარტიული და 20 წელია აგერ დოკუმენტი მიჭირავს ხელში მეცნიერთა კონგრესის წევრები ლაპარაკობენ რომ არ არის პარტიების დრო, დღეს არის პროფესიონალების დრო და ეს არის მეცნიერი ახლა ძალიან ბევრმა აიტაცა ეს და გონიათ ისა რომ რაღაც ისა მე არ მინდა ყველა ღმერთ ნეტავ ვინმე გააკეთებდეს მეცნიერთა კონგრესი ამ გზით მოდის ჩვენ ვამბობთ რომ მეცნიერთა კონგრესის პრინციპი არის ძალიან მარტივი რომ ჩვენ ვამბობთ დღეს საჭირო არის ვიცოდეთ რას ფლობს ქვეყანა ინვენტარიზაცია აი წიგნი რომელსაც ქვია საქართველოს ინტეგრალური რესურსები ეს არის დაწყებული 2004 წელში მეცნიერებმა იმუშავეს ახლა მისიის გამოვიდა ანუ რა სიმდიდრე აქვს ქვეყანას და მზადდება ძალიან დიდი შეხვედრა 26 მაისის პარლამენტში იქნება საქართველოს სიმდიდრეები რომ ჩვენ ქვეყნ მსოფლიოს უთხრათ რომ საქართველოს ღარიბი კი არა მდიდარი ქვეყანაა და ცხოვრობდა ღარიბად და რომ ცხოვრობდა ღარიბად ეს არის ბრალი სწორედ მართვის სისტემის და ამ პარტიების და პოლიტიკური ძალების და არა იმისი რომ ქვეყანა არის ცუდ ადგილზე დავით აღმაშენებელმა გეოგრაფია აქცია პოლიტიკად ერთი არის რომ ჩვენ რას ვფლობთ მეორე არის რა მდგომარეობაა რეალურად ქვეყანაში ოღონდ ოპოზიცია ამბობს არაფერი არ ვარ ხელისუფლება ამბობს ყველაფერი კარგია ერთის ტყუის და მეორეს ტყუის ამიტომ ეს უნდა გააკეთოს დამოუკიდებელმა გუნდმა გააკეთოს შეფასება ეს მეცნიერებს გაკეთებული აქვს სწორედ ამ წიგნებში რომელიც აქ ჩვენ გვაქვს და მესამე არის ის რომ ამ პოტენციალის ქვეყანაში, ამ მდგომარეობის ქვეყანაში რა პროგრამა უნდა გქონდეს, რომ ეს პოტენციალი მოვიყვანოთ მოქმედებაში. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ეს არის მეცნიერთა კონგრესი. ამაზე მუშაობს მეცნიერთა კონგრესი. მაგრამ თავარი არის რა, არა მარტო ის რომ პროგრამები დავწეროთ, არა მარტო ის ჩვენ აი შევძელით ის რომ ესე იგი მხარედ არ ვიქეცით, შევძელით ის რომ ვიმუშავეთ პროგრამებზე და შევძელით ის რომ მივმართეთ საზოგადოებას და ხალხი ამბობს აი ვინ იქნებოდა კარგი საქართველოს ხელისუფლებისთვის და პირდებით საქართველოს მოსახლეობას რომ თქვენი მონაწილეობით შედგენილი გუნდი 26 მაისს უკვე იქნება ცნობილი 150-200 კაცი თქვენ ნახავთ ისეთ ხალხს რომ იმედიანად დარჩებით და კიდევ უფრო მეტად გაგიჩნდებათ სურვილი იმისა რომ ჩატარდეს არჩევნები ამ სიაში მე არ ვიქნები ამ სიაში პოლიტიკოსები არ იქნებიან ამ სიაში იქნებიან მეცნიერები და ჩვენ პოლიტიკოსებს ვეუბნებით ერთხელ მაინც ქვეყნის ცხოვრების ისტორიაში გავიწიოთ გვერდზე და ერთხელ მაინც მივცეთ საშუალება პროფესიონალებს მოვიდნენ ერთხელ მაინც როცა პროფესიონალები მოვლენ ხალხი დაინახავს რისი გაკეთება შეიძლება ამ ქვეყანაში და ერთი როცა ხალხი დაინახავს რისი გაკეთება შეიძლება ქვეყანაში მე ძალიან კარგად დააკვირდება იმას როგორ აირჩიოს შემდგომ არჩევნებში ხალხი და როგორ მოხდეს ამის ამიტომ არჩევნების იდეას კლავენ ქუჩაში გამოსული 80% იქ ძალიან სწორი და პოზიციით არის გამოსული ამას მე ყოველთვის ვამბობ მათ უნდათ რომ ევროპასთან კავშირი იყოს ამერიკასთან კავშირი იყოს მაგრამ აი ეს მყირალები რომ არიან ზოგჯერ ისინი აფუჭებენ საქმეს და თუნდაც ეს შეძახილები რომელიც ცუდია ესენი ამათ მე მიჯნები პირადად ყველამ თავისი შეიძლება მიიღოს განსხვავება რაც შეეხება იმას რომ დღეს ხელისუფლებას რომ არ აწყობს არჩევნები უდიდეს შეცდომას უშვებს უდიდეს შეცდომას ხელისუფლება ოპოზიცია უშვებს უდიდეს შეცდომას რომ ხალხს გონია რომ ვაი ეს ხელისუფლება თუ წავიდა ესენი მოვლენო და ეშინიათ ჩვენ ვეუბნებით რომ ნუ გეშინიათ პროგრამებიც არის მიუმხრობელი ხალხი არის და დაინახავთ როგორი ხალხი ყავს ქვეყანას და როგორი უნდა იყოს ეროვნული თანხმობის პარლამენტი ჩვენ ვამბობთ რომ არჩევნები დღეს აწყობს ქვეყანას მაგრამ არა ისეთი არჩევნები, რომელსაც დღეს აი კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს, მე მგონი ბიუსტი უნდა იყო იქ, უკვე დამკვირვებელი კი არა. არაფერი ბიუსტი უნდა იყო იქ, უნდა დადგე, ანუ რეალურად ხელისუფლება დღეს ეძებს გზებს, რომ შეინარჩუნოს თავისთავი ხელისუფლებაში. ხელისუფლება არის ის, რომელიც მათ იცის, რომ 8 წელზე მეტი არ უნდა იყოს და ხელისუფლება არის ის, რომელიც ფიქრობს იმას, რომ ისე იმუშავა, რომ მის შემდგომ მისი მასე უკეთესი მოვა. და ნუ ფიქრობს ვინმე რომ ჩვენ თუ წავალთ ვერავინ ვერ მოვა უკეთესი აი როგორი ხალხი ყავს ქვეყანას ამას თქვენ ხედავთ უკვე რეალურად აი აგერ იცნობდით ამ ადამიანებს
კინა ხალხსადმე შეიძლება ბატონ კოტეს იცნობდით და მე ამ სიაში არ ვიქნები, მაგრამ არც ბატონ ავირანს არ იცნობდით, არც ბატონ ნიკოლოზს არ იცნობდით, ქალბატონ მედიას არ იცნობდით. მეც არ ვიცნობდი ამ ხალხს ძალიან ბევრს ვიზეს ვლაპარაკობთ უკვე აგერ და რომ ხვდებით და გვაქვს ურთიერთობები მეცნიერთა კონგრესში, მიხარია, როცა ვხედავ როგორი ხალხი ხავს ქვეყანას და გული მწყდება ვინ არის ხელისუფლებაში და პარლამენტში და როგორი ხალხია გარეთ. აი ესაა ჩემი პოზიცია. მადლობა. ვიდა ბატონ კოტეს შეიძლება თქვენი შეხედულება ვის აწყობს პოლიტიკური ხედვაც გაქვთ თუ არ იზიარებ ჩემ მოსაზრებებს არ გაგიჭირდეთ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხს გაუთვითცნობიეროთ ვის აწყობს და ვის არ აწყობს. მე მოგესალმებით, მე ვფიქრობ რომ დიდი ალბათობით თავად ხელისუფლებასაც ბატონო თემო აწყობს აჩვენები, მეც ესეთ გონია, უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ჭირდება ლეგიტიმაცია. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ, მე არ ვფიქრობ ძალიან აბსოლუტურად სწორად, რომ იმ მოვლენებით რაც ახლა ხდება, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა და ეს ძველი, ასე ვთქვათ, გლობალური სისტემის კრება და იქ რო გავხსნათ პირდაპირ საბანკო სისტემა ის რო ჩნდება ისე ყველებისაც მივეჩვით იმათ ებრძვიან აი ჩვენთანაც ვიზახებთ deep state და ასე შემდეგ ანუ მოვიდა ახალი სისტემა დოლარი უნდა დაინგრეს დოლარის სისტემა უნდა ჩაანაცვლოს ახალმა და ეს ხალხი ვინც დგას დღეს ტრამპის გვერდით ეს ბეზოსები ყველანაირი მასკები, ვიდეოები, ის იგივე მილიარდერები და 11 მილიარდერი ისინი ონლაინ მილიარდერი. ამათ ბანკის შესახებით უჩვენებთ აქ ჩვენი მიჩვეული ასე მილიონერები და ამათ არაუღიათ არ ჭირდება 400 მილიარდი აქ ეს 350 მილიარდი მეორეს ქონება და ასე შემდეგ. ხო, იმათ არ ჭირდებათ ეს. ანუ ეს საბანკო სისტემა უნდა ჩანაცვლდეს თავისი ფედერალური რეზერვის დოლარს ფეშტოს მოგახსენება და ძალიან რთული პროცესია. მე განსხვავებულად მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ მე ვერ დავდებ თავს რომ ეს შეიძლება ბოლომდე მივიდეს. იმიტომ რომ აქ ხელა ჯახია თქვენ თვითონ მაგრამ პერსპექტივა მაგის გარეშეც არ არის ვინ არის ხო? ახლა მილიარდები ასევე და რაძალის მქონე თავისი მეტით თავისი რესურსებით და თავისი შესაძლებლობებით, ხო? და თანაც აი ესე ნახტომისებურად, ანუ ლაპარაკია რომ თვეებში უნდა ვაკეთდეს ეს. ანუ ამერიკა თავაზობს, რომ ვისაც გინდათ გამოუშვათ ავტომობილი, მარტო ავტომობილი რა. ჩამოდეთ აქ ამერიკაში, არა, კანადაში არა. არც მექსიკაში არა, და იქიდან შედის ეს ნაწილების და ავტომობილების ძალიან ბევრი. არა, აქ ჩამოდით და ტარიფებს დაგიწესებთ და ასე ვთქვათ, გაკოდდებით და ასე შემდეგ. ნუ ეს ძალადობა, მოდი თქვათ, პირდაპირ ეს არის თანამედროვე ბიზნეს გიგომა, ალთ მენეჯმენტი. რა გლობალური სისტემა, ერთი გლობალური სისტემა ინგრევა ამით. ვაჭრობის. ანუ ეს ამ პროცესში ჩვენ ყველანი დავზარალდებთ. თემ სოფლიოში ჩვეულებრივი უბრალოდ ხალხი. იმიტომ რომ მოიმატეს ფასები, აი ხა ინდექსები დაეცა მეჟებზე, დოვა, საინვესტიციო დოვა კლებულობს, იმიტომ რომ რო გადახედოთ, ხო, ესეთი ნახტომისებური გვარდნა არის, ხო, ყველა წამყვანი ეს, ანუ ინვესტორები ეს აღნიშნავს ფიუჩერსში. ერთი წლის მერე სხვა იქნება სიტუაცია. აი ხა მოდი თქვათ, რასში გვეხება ჩვენ ეს, ანუ თუ ჩვენ აი გავყვები აბსოლუტურად სწორას ბატონო ჩვენთვის თავი ძლიერი ევროპა იქნება და ხა კანადა ამბობს არ ამერიკასთან ევროპასთან მინდა და ძალიან ბევრი შორის ის ვიც არ შედიოდა ევროკავშირში მაგალითად ნორვეგია ერთ-ერთი უდიდესი და უმდრესი ქვეყანა რომელსაც ტრილიონიანი ფონდები აქვს ფონდები მას ნავთობია გაზი და მე თვითონ ეს აი მოვლენების შემდეგ ყველაზე მეტად კიდე იხერიდა და გამდიდდა და კიდე ბევრი უამრავი სხვა ქვეყანა რომელიც უფრო იწევს ძველი ევროპისკენ, ბრიტანეთისკენ, გერმანიისკენ, საფრანგეთისკენ და ლოგიკით და ტერიტორიულად და გეოპოლიტიკურად ჩვენ უფრო ახლოს ამათთან ვართ, რომ ამერიკა თუ ეს ყველაფერი გამოვიდა, ისედაც გადაინაცვლოს ინდოეთის ოკეანისკენ, ისე გლობალური სამხრეთისკენ, ხო, და მისთვის თავი ჩინეთი იქნება, როგორ ებრძოლოს ჩინეთს და ასე ვთქვათ, მისი თავი კონკურენტი ამას აცმალავს. იქნება სწორედ ჩინეთი, რომელიც აქ გლობალურად ჩვენთან მოიაზრებოდა როგორც პარტნიორი და ანაკლია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იცვლება და ჩვენ ნახეთ კიდევაც, ხო, ესეთი მესიჯები, რომ ისიც რა
deep state-მა დაამარცხა, ჩვენთან ხო ცოტა პროვინციული deep state-მა დაამარცხა თურმე ტრამპი და ეხა იდეოლოგები ჩვენი თავობის აი ახლა თხილად იყავით, აი ტრამპმა შეიძლება მოგვიბრუნდეს. ანუ ანამდე იყო ტრამპი მოვაგვეშველე, ახლა ტრამპი მოვიდა და თხილად იყავით, აი ახლა გეშინოდა ტრამპის გაახლა. უბედურება, როდესაც იმაზე ვარ დამოკიდებული, როგორ შევხედავ სხვა, მივხედოთ ქვეყანას. ეხლა რატომ აჩენები და რატომ შეიძლება რომ და აი ბოლო საკადრო ცვლილებებიც გავს, ასე ვთქვათ, ამ რეგიონალურ სამინისტროს შექმნა. თქვენ კარგად იცით, თქვენ ამის დიდი სპეციალისტი. სამინისტრო შეიძლება შექმნა, მაგრამ როგორ შეიძლება ეგ უშიშროების მინისტრი მიიყვანო იმ ადგილს? აი რატო შეიძლება? ეს ხო სამარცხვინოა. თავარი რის იმედიც აქვს ეს არის რეგიონები. თბილისში არ არის საყრდენი. წააგეს რამდენიმე თვითონ თბილისში არჩევნები ვიცით და თვითონაც კარგად იციან. თბილისი დიდი კონგლომერატია, მეგაპოლისია, ჩვენი მასშტაბით 11 საქართველოსი და ძალიან გაუჭირდებათ რა მინისტრი წარმოად დანიშნონ და რა სამინისტრო სამწოში. ანუ ძირითადი იმედი არის რეგიონები. ამიტომაც შეიქმნა ეს სამინისტრო, ამიტომაც მოიყვანეს უფრო ადეკვატური პიროვნება, რომელიც სწორედ გამოიყოლებს თან იმ ძალას უშიშროების სამინისტრო საშინელები. პრაქტიკულად მზადებას გავს არჩევნებისთვის ამიტომ. ჩვენ შეიძლება მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში. ამისთვის უკვე უნდა მოიმზადოს. ბატონო კოტე, ამას როეუბნებით ხალხს, ისიც უნდა უთხრათ, რომ თავი მოიკლეს ამერიკაში ორი მოსამართის არჩევაზე. ის კი ჩავიდა მასკი, ფულიც დაარიგაო, წერენ ყველაფერი, მაგრამ ვერ აირჩია ამერიკის პრეზიდენტმა. მასკმა, ამიტომ ამბობ, ეგ ხალხმა, აი ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ხალხს უნდა უთხრათ, რომ პრეზიდენტმა მოინდომა, მასკი მოინდომა, ჩავიდა, აიბი არ გააკეთა, მაგრამ ხალხმა უთხრა, არა, არ მოგცემთ უფლებას, რომ მოსამართლეები თქვენი იყოს. აი გააკეთა. ერთი წუთი და დავასრულებ. რა გამოსავალია ხო? ამინდა არან შეასჩინო. ნახეთ, იზრდება ყურადღება თავად ამერიკის კონგრესშიც, ევროპარლამენტში და ევროკავშირშიც საქართველოს მიმართ. თუ ეს ხელისუფლება ისეთივე არჩევნებს ჩაატარებს, არა ლეგიტიმაციას მიიღებს, არამედ უფრო დიდ დარტყმას მიიღებს, ყველა ხარჯი იქნება ძროხა. და თან ადგილობრივი მოთამაშეებიც არ მიიღებენ მაგაში მონაწილეობას, რომ ახლა არაპირებენ ამ სისტემით არაპირებენ ადგილობრივ არჩევნების მიღებას. ანუ ბოიკოტი იქნება. ამიტომ ფიქრობ, რომ ისევ გონირული ალბათობით უნდა შესწავლოს სისტემა და ასე თუ ისე ადეკვატური პირობები უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ მოსახლეობას, რომ ისინი მოვიდნენ არჩევნებზე და ეს არჩევნები ცნოს ევროპამ და ცნოს დასავლეთმა. სწორად ძალიან ბატონო. მოგესალმებით, მე დღეს სტუმრის სტატუსი ვარ, ამას გავუსწრებს, კეთილი იყოს ჩემი ფეხი სასიამოვნოა თქვენთან ერთად ტელევიზიის ეთერში ყოფნა. სისტემა სწორად ბრძანეთ. ჩემი აზრი არის, რომ აი მთელი პრობლემა არის სისტემაში. თუ არ შეიცვალა სისტემა, თავისთავად არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი და უნდა ცვლილებები მივიღოთ არჩევნების გზით და არჩევნებით, მაგრამ თუ ისევ ამ სისტემას დავეჯახებით, ვერანაირი არჩევნები ვერ გაიყვანს ქვეყანას უკეთეს შედეგად. მე უფრო რეგიონების კუთხით ვიქნები მაყურებლის წინაშე წარმოდგენ, თბილისი თავისთავად არის ძალიან დიდი ქალაქი. ბევრი მინუსებით უკვე თუ მკითხავთ, აი რეგიონებში კი სრულიად სხვა სურათია. რეგიონებში არ არის საზოგადოება მიუხედავად დღევანდელი ინტერნეტ სივრცის და მრავალი ტელევიზიის არ არის ისე ინფორმირებული. მაინც არის ადამიანებში ის მომენტი, რომ აი გამგებელი მოვიდა, გამგებელმა რაღაც თხოვა არჩევნების წინ. ეს კიდევ მოქმედებს. არა აქვთ გააზრებული ადამიანების უმრავლესობას, მე ამას შეურაცხყოფით არავის მიმართ არ ვამბობ, უბრალოდ რეალურ სურათს გიხარ. ანუ ადამიანებს არჩევნების მიმართ აქვთ როგორი განცდა, იცით რომ ეს არის რაღაცა ერთი დღის პროცესი და არა მათი მომავალი. აი სწორედ ეს არის პრობლემა, რომ ადამიანები არჩევნებში ვერ ხედავენ მომავალს, საზოგადოების უმეტესობა და სამოქალაქო საზოგადოება. მე პირადად, რაც მქონია ურთიერთობა პოლიტიკური თუ სხვა მხრივ, მე ყოველთვის ვხედავ საზოგადოებრივი სამოქალაქო საზოგადოება ჩვენ არ გვყავს. სამოქალაქო დამოკიდებული იმის განცდა ქვეყანა არის თითოეულ ჩვენთაგანის, იმისი ცნობა და იმისი აღიარება, რომ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა არ არის ჩვენი ხელმძღვანელი და უფროსი პირიქით ესენი არიან ჩვენზე დამოკიდებული ადამიანები, რომლებიც ჩვენი გადასახადებით საზრდოობენ, ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია სად მიდის ჩვენი გადასახადი, არ გვაქვს იმისი, მე ძალიან ადამიანური სურათი მინდა დაგიხატოთ, რაც არის საზოგადოებაში. თორე
ესე ჩვენ რესურსი ქართველებს მართლა ძალიან დიდი გვაქვს და მერწმუნეთ რომ ჩემზე და ბევრად უფრო უკეთესი ადამიანები არსებობენ და ყველანაირი კატეგორიის მოძებნა შეიძლება პროფესიული გზითაც და აი ზუსტად ეს ხალხი უნდა წამოვიდეს დღეს წინა პლანზე და იცით არავის არ მივაყენებ შეურაცხყოფას მაქსიმალურად ვცდილობ რომ რაღაც ისეთი ფრაზა არ წარმოვთქვა მაგრამ აღარ არის საინტერესო ის ადამიანები ვისაც უყურებთ უკვე 30 წელი ხვდებით მე ის ადამიანები რომლებმაც ნუ პატარაა საქართველო და ყველაფერი ვიცით რომლებმაც ძალიან ბევრი სიბინძური აკეთეს თქვენც იყავით პოლიტიკაში მაგრამ თქვენზე მაგალითად გავს რამ არ მსმენე მაგრამ ხო ვიცნობთ ისეთ პოლიტიკოსებს რომლებსაც ნუ ბექგრაუნდი არ აქვთ ისეთი კიდევ იმ ადამიანებს უყურებთ იმათგან აღარაფერი აღარ გამოვა უნდა მოვიდეს სრულად ახალი სახე აი როგორც გადასხმა არის სამედიცინო მხრივ საჭირო სისხლის აი ესე უნდა გადაესხას სისხლი ქვეყანას იმიტომ რომ ბატონმა კოტამ ახლა ძალიან ფართოდ ისაუბრა სოფლიო პოლიტიკაზე და ამერიკა არის დღეს წამყვანი და ძალიან ბევრი რამე იქნება ტრამპის ქმედებებთან დაკავშირებული რა თქმა უნდა ჩვენს პოლიტიკაზეც მაგრამ ჩვენ შიგნით მე პირადად როგორც მოქალაქე და არანაირ პოლიტიკურ ფიგურას მე არ წარმოვადგენ როგორც მოქალაქე პრობლემას ხედავ ხალხთან ურთიერთობისა აი გადავალე ხა ესეთ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტრო თუ შევძანდებით საიტზე არის არაჩვეულებრივი პროგრამები მაგრამ ეს პროგრამა არ იცის არ არის იციან ისევ დიდარმა ადამიანებმა ვისაც აქვს ძალიან დიდი მიწები და მდიდრდებიან ისინი ანუ უფრო მეტად უნდა იყოს კონტაქტი ხალხთან უფრო მეტად უნდა მოხდეს ეს რა ფორმით როგორ ამაზე ჩვენ გვექნება ალბათ კიდე საშუალება საუბრის და სამოქალაქო და მე ჩემი მაგალითად ჩემი მომავლის პოლიტიკოსი როგორია ხო მაქვს ამის უფლება აი მე ვთვლი რომ უკვე ისეთი ახალგაზრდობა მოდის ნასწავლი განათლებული წესიერი საბედნიეროდ ძალიან წესიერი ახალგაზრდობა გვაქვს ჩემთვის მომავლის პოლიტიკოსი უნდა იყოს მართალი აი ეს პოლიტიკოსი აუცილებლად მიიღებს შედეგს რომელიც არ მოატყილებს თავის ამორჩევლს დიდი მადლობა თქვენ ჩაპარებული პოლიტიკოსი მიგვიღია ბატონო ელენე აბაშიძეს დიდი მადლობა ჩაპარებული პოლიტიკოსი გამოგვიგზავნა ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს ხალხის კარგით ესე იგი მე მაინც აქ პროგნოზირებაზე ლაპარაკი მე მინდა გითხრათ რომ საერთოდ პროგნოზირება არაკეთილშობილური საქმეა ამბობენ მით უმეტეს ისეთ სამყაროში სადაც უკვე პიროვნებები წამოვიდნენ პოლიტიკაში ისეთები რომლებიც გახსნილი კარტით თამაშობენ და თავის ემოციებსაც არ მალავენ პირდაპირ ამბობენ მე ეს მინდა შენ ეს გინდა ხო ესე ფაქტურად გვეუბნებიან რომ თქვენ არავინ არაფერს გეკითხებათ ეხლა მე ხარ რა მომინდება გრენლანდია მომინდება თუ რუსეთს კავკასია მომინდება თუ თურქეთს აჭარა მომინდება ეგ რა ვიცი ეხლა ეს ჩვენ და ეხლა მე უნდა ვიფიქრო ჩვენ ქვეყანაში როგორ გადაწყდება სხვისი ბედი ეს არის ძალიან ჰიპოთეტური მსჯელობა და მე მინდა უბრალოდ შემიძლია თქვა რა აწყობს საქართველოს მე ვერ ვიტყვი რა უნდათ პარტიებს მე შემიძლია თქვა რა მინდა მე და რა შეიძლება უნდოდეს მოქალაქეს საქართველოს რა თქმა უნდა აწყობს ისეთი პარლამენტი როგორიც ჩვენ ლაპარაკობთ ავტორიტეტებისგან შემდგარი პარლამენტი ახლა პარტიებს მართულ პარტიას აწყობს თუ არა არჩევნები მე დარწმუნებული ვარ რომ არ აწყობს მათ twin-ში იმიტომ რომ მართლაც რომ ეხლა გამოაცხადა არჩევნები მისი მომხრეები იმდენად ეგზალტირებული არიან და ჩაბოღმილები რომ ეს მიყოფილანო და ეგრევე მიექცევენ ზურგს ეგ რა გვიქნესო ჩვენი ხმები უარყვესო და ჩვენ არ შევიკითხენ და არჩევნები და იმიტომ რომ ის ხალხი არ აზროვნებს რაციონალურად ჩვენსავით არ აზროვნებს მისი მომხრეები ამ იმის მთავრობის მომხრეები არიან ეგზალტირებული ისევე როგორც ოპოზიციის მომხრეები აქედან გამომდინარე ამათი ემოციებიდან გამომდინარე მე ასე ვაზრობ რომ არ აწყობს იმიტომ რომ დაკარგავს თუ საქართველოს არ დალაგდა თუ არ გამშვიდდა და რაციონალურ აზროვნებამ არ გაიმარჯვა შედეგს ვერ მივიღებთ კაის ახლა მე რა მინდა და შეიძლება უნდოდეს მოქალაქეს მე მინდა რომ როდესაც ახალი მთავრობა მოვა არ დამხდეს ისევის გამომძიებლები ისევის პროკურორები ისევის მერის თანამშრომლები რომლებიც ყველა მთავრობის დროს სინამდვილეში მართავდნენ ქვეყანას და გააგრძელებენ მართვას ეს არის ურთულესი ამოცანა
ან მათ მართლა. მე ვუთხარ ბატონ ნიკოლოსო, ხელისუფლება გავს მრავალსართულიან შენობას, სადაც ზედა სართულზე ზის უმაღლესი ესელონი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იცვლება და ქვედა სართულებზე ხედან 20, 30, 50 წელს ჩინოვნიკები, რომლებიც არიან ყველა ეპოქის ყვარყვარეები. მაგათი შეცვლა ეს არის ურთულესი ამოცანა და მე უბრალოდ ფიქრობ, რომ ეს ძალიან ამაზე უნდა ვიფიქროს, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა შეგვეშინდეს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს არის ძალიან რთული ამოცანა და ეს უნდა გავითვალისწინოთ. აი რომ მივახციოთ მიზანს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ისინი როგორ გადმოიყვანოთ ჩვენ ჭკუაზე და ჩვენ ისინი თუ არ გვეხმიანებიან და არ არიან ამ განწყობაზე, ესაც იმის ბრალია, რომ საზოგადოება არ გახლეჩილი და ეგზალტირებული. თუ ყველა არ დამშვიდა და არ დაფიქრდნენ, რას თავაზობ და თუ არ გაიგეს ის, რასაც ჩვენ ვეუბნებით, მაშინ ჩვენ ასეთნაირად მე მგონი, რომ უცებ შედეგს ვერ მივიღებთ. აი ესა ჩემი მოსაზრება. დიდი მადლობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ამირანის ეს ემოციები, რომელიც აკარგვინებს მას რაციონალს, აი აქედან უნდა ჩვენ გევართ პოზიტივ რაციონალიზმის საცადა და კრიტიკული აზროვნება იქ არ არის ეს ემოცია იხევს, მაგრამ იმედია რომ ოპოზიციაშიც გამოჩნდება და მართლ პარტიაში და მესი არჩევნებია პრობლემა იქნება რაღაცა მისიას ელოდებიან რომელიც მოიყვანს თითოეულ ადამიანმა უნდა იყოს თავის წინ პასუხისგებლობა ბატონ ნიკოლოს ძალიან მიხარია რომ ეს ჩვენ თანამოაზრეები შევიკრიბეთ და დღეს საზოგადოების წინაშე წავსდგით როგორც მეცნიერთა კონგრესის ასეთ წარმომადგენელი და ყავს ესეთი ჩვენი არის სტუმარი ძალიან ღირსეული ადამიანი მე მინდა მას მივესალმო და ასე ვთქვათ გავიზიარო მისი ყველა ის შეხედულება რომელიც მან აქ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აი სწორედ ეს არის რომ საქართველოში როდესაც შეიქმნება მართლაც დემოკრატიული მართლობის სტილი როდესაც მოვლენ ახალი ჯანსაღი ძლიერი პატრიოტი მამულიშვილი ადამიანები ხელისუფლებაში და ზოგადად პოლიტიკაში და იქნება ჯანსაღი კონკურენცია როდესაც შეიქმნება მართლაც ესეთი ადამიანის უფლებებზე და თავისუფლებაზე დამყარებული ესე იგი გარემო მაშინ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებიც განეწყობიან დადებითად ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ვართ ერთი ქვეყანა, ერთი სახელმწიფო და ამ მხრივაც გადაედგინება ნაბიჯები. დღეს ხელისუფლება ტერიტორიულ მთლიანობას დაკავშირებით საერთოდ არ დგას ნაბიჯებს და ვერ დგავს თუ ეს რაღაცა პოლიტიკა არის იგნორაციის მე არ მესმის. რატომ არ შეიძლება მაგალითად რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან გაიდოს თუნდაც კულტურული ხიდები შეუწყოს ხელისუფლებამ ამას ხელი. მეცნიერთა კონგრესის მიზანი და თქვა ეს პლატფორმა იმიტომ ჩამოყალიბდა რომ მოიზიდოს მართლაც ეს მოაზროვნე ადამიანები, ეს ყვაწმოსილი ადამიანები, მართლაც გამოცდილი ხალხი, რომელსაც თქივა საქართველო, რომ არის გახლეჩილი, რომ არის დანაწევრებული. ის კი არა საქართველო დღეს არათუ აფხაზურ საზოგადოებაში და ცხინვალის საზოგადოებაში ვერ წარსდგება ღირსეულად, აი შიგნით თვითონ ჩვენ ვერ გამოგვინახია ხშირ შემთხვევაში და ეხლა მით უმეტეს გამზაფრებულია ეს ძალიან მძიმე დაპირისპირება. და ეხლა მე მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო რომ საქართველოს სიმდიდრეები სწორედ აი მეცნიერთა კონგრესის დოქტრინაში არის ეს რომ საქართველოს სიმდიდრე ეკუთვნის ქართულ ხალხს და ეს პირდაპირ უნდა აისახოს საქართველოს მოსახლეობის ოჯახებზე და პირად ანგარიშებზე ეს რომ მაგალითად ლაზიკის და ანაკლის პროექტი რომელიც ასე ვთქვათ მათხრად იქცა პირდაპირ საქართველოს ხან ამერიკას სთავაზობს რომ გააკეთოს ხან ჩინეთს და არ ვიცი რა მიმართულებით მუშაობენ ის გამორიცხულია რომ ქართულ ხალხს დარჩეს ეს უმდიდრესი და საშვილიშვილო პროექტი ხო საქვეყნობო და საუკუნოვანი პროექტი თუ ჩვენ ლაზიკის და ანაკლის პორტს ქართულ საზოგადოების საკუთრებაში დავტოვებთ ეს იქნება 30 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ეკონომიკური გამარჯვება საქართველოსთვის. ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მას რომ დაასაქმოს მთელი დასავლეთი და არა მარტო მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ობით ადამიანი იქნას მიღებული და მოგეხსენებათ როდესაც უცხოური კომპანიების ხელში ვარდება ესეთი პორტი ისინი თავიანთ პირობებს აყენებენ მოყავთ თავიანთი ასე ვთქვათ ქვეყნის მოქალაქეები და ისინი საქმდებიან. დღეს რა მდგომარეობა ხო შემოდის უცხოელი ადამიანები უცხოური ქვეყნებიდან
აქ საქმდებიან, აქ კვირდებიან, აქ მიწევს ბინებს და ქართული ხალხი ტოვებს ქვეყანას. რატომ? ჩემო თანამემამულენო, საქართველო არის ჩვენი. ყველა სიმდიდრე არის ჩვენი. საქართველოს ხელისუფლების ძალაუფლება არის ქართული ხალხის ვიწრო ჯგუფი. არ შეიძლება რომ მართავდეს 3 მილიონიანი ქვეყანას, რომლის ნება არ არის რომ მართოს. ჩვენ სწორედ ეს ვქნა რომ 3 მილიონმა ადამიანმა წარმოადგინოს ღირსეული ადამიანები ყველა ჯგუფმა, საზოგადოების ყველა ფენამ და ყველა სეგმენტმა, ყველა კონტინგენტმა. აი ბატონი კოტეკემულარია საუბრობდა ასე ვთქვათ საერთაშორისო და მსოფლიო პოლიტიკაზე. ხო, ჩვენ უნდა მოვიქცეთ ადეკვატურად იმ გამოწვევებისა, რა გამოწვევებით იქნება არის და იქნება მომავალში. ყოველთვის ჩვენ ვერ გამსაძღვავთ, რა თქმა უნდა, ბატონო თქვა მსოფლიო პოლიტიკას. ვერანაირად ვერ გამსაძღვავთ, იმიტომ რომ საქართველოს პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატურები და გქონდეს პრეტენზია, რომ რეგიონული ლიდერები მაინც ვიყოთ. აი სპორტი სწორედ იმას შეუწყობს ხელს. თუ ქართული ხალხის ხელში არ დაჩა სპორტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი დიდი, როგორც ექნება ქართული ხალხის ხელში ყოფი და ჩვენ ესეთი იდეები კიდე ბევრი გვექნება იმისთვის რომ და გვაქვს, რომ იმისთვის რომ საქართველოს იყოს ძლიერი რეგიონალური სახელმწიფო. მადლობა. თუ ფაქტი ახლა გამოიყვეთ ყალიბდებით რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არის ქართული ერისთვის. თუმცა ვიღაცამ უნდა აიძულოს, ამიტომ მე ვფიქრობ მეცნიერთა კონგრესი უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ, იმიტომ რომ თვით მობილიზაცია შიგნით არ ექნებათ, იმიტომ რომ მათთვის ორივესთვის წამგებიანია. ხო, ფაქტია რომ იგივე ინგლისის საპარლამენტო, ინგლისის საბანკო სერვირების გათიშვამ საკმაოდ კიდე სიგნალი მისცა, რომ ევროპა თავის მოქმედებას იწყებს. სანამ ჩვენ დავილოდებით, რომ ევროპაში დისტეიტ თუ ცვლილებები მოხდება, არ მოხდება და რო არ მოხდეს მე რა ვქნა? ახალი არჩევნებთან. ეს ნიშნავს, რომ ფული უმეტესობა პარლამენტარებს, რომელსაც ფული აქვს უკვე თბილისის ანგარიშებზე აღარ დატოვეს, გადაიტანეს და გავა ფული. და ეს ნიშნავს კიდე პრობლემას. ამიტომ არჩევნები არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ არ უნდა დავილოდოთ არც ამერიკა იგდებს, როდის დაამთავრებენ გარჩევებს. დავით აღმაშენებელს დალოდებულიყო ხო იქ, როდის დასუსტებოდნენ, უნდა იმოქმედო, ან მოსერო დალოდებულიყო ხო, უნდა იმოქმედო რწმენა და ეს არის ბრძოლით იცვლება გეოპოლიტიკური სივრცე. როდესაც ჩინ იზდები სხვა კრიზისები უდგება. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანები უნდა ვაკეთოთ, ორიენტაცია უნდა იყოს არჩევნებზე, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ამას თითქმის ყველა ვთვალხდებით, უბრალოდ არც ოპოზიციას უნდა ეხლა ამ მომენტში უკან დაიხოს და არც პოზიციას ფაქტია რომ დადგება დრო და ისინი უკან დაიხევენ. ხო, ამისთვის ჩვენ მეცნიერთა კონგრესი უნდა მომემზადოთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ჩვენი გეგმათ რა თქმა უნდა ბრძანეთ, მივყვეთ კომიტეტების შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებენ, ჩვენ უნდა ავადგინოთ საუბრობდი ადრე სამეცნიერო ინსტიტუტები, პრემიერი სამეცნიერო ინსტიტუტების გარეშე პოლიტიკური რესურსებით ამ ხელას სივრცეს ვერ მართავს. და ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ჩაერთოს, ყველა მეცნიერმა თავისი ნაშრომი გადაიტანოს პოლიტიკურ ფორმატში. მნიშვნელოვანია ეს თვითონ სამეცნიერო სხვა არის, მაგრამ პოლიტიკურში კიდე სხვა და როგორღაც მოახერხოთ შეკოწიწება ამ მეცნიერებს, რომ ფაქტი ახლა ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთით არიან დაკავებული, ისინი ვერ შექმნიან ვერავითარ პროგრამას, ისინი გამომხილვები იქნებიან კარგა ხანი და აღარ უნდა დაველოდოთ რა არის დრო, როდესაც აღარ უნდა დაელოდო, როდესაც ერთობლივად უნდა მივყვეთ ეტაპობრივად რა ჩვენ დავსახეთ მეცნიერთა კონგრესმა რომ დავიწყოთ უკვე შეკრება 26 მაისს აღმოსებულია კითხვა რომ დავსვათ თქვენ წოროთანეთ გააქტიურებასთან დაკავშირებით. ეს არჩევნები იქნება სულად პროპორციული. კონსტიტუციას ახლა ვერ შეცვლის. თქვათ აპრიორი ჰიპოთეტურად დანიშნა არჩევნები. კონგრესი სრულად მიიღოს მაშინ მონაწილეობა როგორც მხოლოდ პროპორციული წესით, ანუ ფაქტიურ წესით. აი აქ კონგრესი არ მიიღებს მონაწილეობას. ბატონო კოტე, კონგრესი არჩევს იმ ხალხს, არა, გეტყვით ახლა როგორ არის. კონგრესი აკეთებს იმას, რაც თავის დროზე, ვთქვათ, არჩევნები რომ იყო, ხედობაში რა მაქვს.
ესე იგი ჩვენ რეალურად საუბრობთ თუ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეა გავიდა მას არ ჭირდება უკვე არაერთი პარტიული რაღაც არ ჭირდება ამასთანაც კანონმდებლობის ცვლილება არ ჭირდება შემდგომში ამას შეიძლება ვილაპარაკოთ მაგრამ ეხლა ლაპარაკი არის იმაზე რომ თუ არ მიიღებენ ეროვნული თანხმობის პარლამენტის იდეას და როგორც 1991 წლის 31 მარტს ერთი სიით ერთი ბიულეტენი მიიღო ხალხმა და იმ ბიულეტენში იყო უკვე პარტიების მიერ წარდგენილი და შესაბამისად პიროვნებას ირჩევდა ადამიანი ჩვენ ვამბობთ იმას რომ ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ 26 მაისს 200-მდე ისეთი პიროვნების სიას რომ თუ რომელიმე პარტია მერე გადაწყვეტს და იტყვის რომ ამ ხალხს მე ჩემ ხალხზე ვამბობ უარს და კი ბატონო ამ ხალხმა იყაროს კენჭი მაგისიმედი არ ქონდათ უარა და პარტიაში 200 კაცი თუ მეცნიერი გეთახმებით მაგრამ ამ შემთხვევაში თეთრები რეგისტრირებული ისა და უარს ამბობს არავინ ჩვენი არ იქნება და იყაროს კენჭი იმ ხალხმა ვინც იქეთა ამის გზა უკვე მოძებნილია თავარი ერთია ქალბატონი ჯერ ბატონ კოდეს მიულოცოთ დღეს დაბადების დღეებს და დიდი პატივისცემით რაც შეეხება ქალბატონმა მედია მძანა რომ სტუმარი ვარ და ნუ პოლიტიკურ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფორმულა ვინც პარლამენტისკენ გარბის იმას უნდა შევხედოთ ეჭვით ვინც პარლამენტში ჭირდება იმ ხალხს უნდა შევეხვეწოთ არიან ადამიანები რომლებზეც შეხვეწლა დაგჭირდება ჩვენ რომ წადი პარლამენტშიო სწორედ ის კი არა რომ პარტიები გარბიან და თავს იკლავენ დღეს ყველა აღიარებს ეს იდეალური პროგრამებია მაგრამ ჩვენ რა პარტიებს ჩვენ ვამბობთ არაფერი პარტიებს ყველაფერი ხალხს აი ეგაა დღეს პრინციპი ასე ვთქვი დღეს მოსახლეობამ რაც თქვენ ბრძანეთ მე ამით ბევრი რამეა სალაპარაკო მე ვიტყვი რომ დიდ ბრიტანეთში მიწას ვერ იყიდი მიწა არის მეფეს ეკუთვნის დედოფალს ეკუთვნის საქართველოში ისე გააკეთეს რომ სოფლების მიწები მიაკუთვნეს თბილისს და კიდეა როგორც ესე იგი არასამეურნეო გახდა, არასასოფლო მიწა გახდა და კიდეა. აი გასაოცარია მოსახლეს დღეს ვინმეს პარლამენტშიც რო უთხრა 80% არ იცის მიწის როგორი დამოკიდებულება დიდ ბრიტანეთში. ყველაფერს თავი დამონებდი ის გადმოგვეღო. ანუ მეფეს ეკუთვნის ის ყველაფერი არავითარ გამოყენება შეიძლება, მაგრამ ვერ გაყიდი. ვერაფერს ვერ პატარა ქვეყანაში დააქციეს ყველაფერი რა. და თანაც აქცევენ იმით რომ რა ვქნათ სხვანაირად. რა ვქნათ და მეცნიერებმა იციან რაც უნდა ვქნათ. ბატონო, ერთი წუთი თუ არის საშუალება. დიახ. ამით რა მე გავაკეთო განცხადება ამის დაკავშირებით რა პროცესები იქნება 26 მაისამდე ჩვენ როდესაც დიახ დიახ რამდენიმე წამი და ძალიან მოკლედ ანუ როდესაც ეს 200 ადამიანი წარსდგება საზოგადოების წინაშე ესეთი ღირსეული ღვაწლმოსილი ადამიანები მე თვითონ პროცესი გამოაჩენს ჩვენ რა გზას ავირჩევთ ანუ ეხლა წინასწარ ამაზე საუბარი მე მგონი ნაადრევი არის ანუ თვითონ ის თქვა ჩვენი ფართო წარმომადგენლობა დაადასტურებს საზოგადოების წინაშე ყველაფერი შესაძლებელია მეგობრებო საქართველოს ღვაწლმოსილი ადამიანებს მაგრამ ერთი რამეა გასათვალისწინებელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ცხოვრობს ხალხი გმირებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ცხოვრობს ქუჩის გმირებით ქუჩის პოლიტიკოსები დღეს საქართველოში ხდება უფრო მეტად ტირაჟირება ყალბი გმირების ოდრე ოდოსმე ხდება ამას ხელს უწყობს ის სამართლო პროცესი რომელიც მიდის იმან შეიძლება ყალბი გმირები გამოჩინოს ხალხი და შეიცვალოს თამაშის წესები ყველა მეცნიერის გასაგონად რომ დღეს შეშინებული მეცნიერი უარესია ვიდრე ავანტიურისტი პოლიტიკოსი აბსოლუტურად ვეთანხმები მე ღალატის ტოლფასი ეხლა ინერტულობა ამოიწურა მადლობა ყველას გამოჩნდა დეფიციტი შეგვექნა რომ თემა არის განსახილული ხა ჩემთვის საცოცხლო მნიშვნელოვანია ეს რომელიც კონკრეტულ თემებზე იქნება ხო ჩემთვის სულ ერთია თქვა მწვანე იქნება თავი არის საქმე გააკეთოს და დადოს კონკრეტული საკითხი განათლების სისტემის განვითარების ეროვნულობიდან მოწამის ეს ყველა და ყველა. ე ბატონო, აი როდესაც შენ უბრალოდ არ გიყვარს შენი სამშობლო, ვერაფრით ვერ ემსახურები იმას სწორად და კარგად. დღეს სამწუხაროდ უმრავლეს პოლიტიკოსებს არ უყვართ თავისი ქვეყანა. ხო, ნუ მოკლედ 200 კაცი თუ შევიგრინე. რა შემაძენია დღეს აგერ ნახეთ ბატონო კოტია. ძალიან მისასალმებელია. ძალიან მისასალმებელია. 200 კაცი შევიგრინე. ვისაც ქვეყანა უკვე იმედიანად დამილიონები და პარლამენტი და რა ვიცი
გადაცემაში არ მოდიოდა და დამალული სხვა აი კიდე ერთხელ დადასტურდა ქალის უპირატესობა პოლიტიკაში მოსვლა. გამარჯვებულია ხო და რომელი პარტია იქნება, მაგრამ თუ შევთანხმდებით 200 კაცი ვიღა დაუდგება წინ. გასაკვირველია. რა ვიცი, მე მგონი საზოგადოება ძლიერ გუნდს ნახავს 26 მაისს და ეს არის ყველაზე მეტი და ამაში მონაწილეობა მიიღეთ. მე კი არ ვაყალიბებ ამ გუნდს რა, გითხარით აგერ ყველას თავისი რეკომენდატორი იყო. საქართველოს მეცნიერების და მამულიშვილების კონგრესია ეს. ყოველ ღირსეული მამულიშვილების. ცოტა უზნაძე თავი არის განწყობა. განწყობა ის მეიშოვე და ფსიქოანალიზ თუ მოვიშვერე ჩვენი ფსიქიკა არ უნდა იყოს დაინტერესებული, აგრესია არ უნდა ქონდეს. არ უნდა ქონდეს ერთი პოლიტიკური ძალის მიმართ და მეორე პოლიტიკური ძალის მიმართ. ყველას ღმერთმა თავის გზა აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. ეს გადის ეროვნებაზე, სამშობლო სიყვარულზე, მომავლის გადარჩენაზე და პროფესიონალიზმზე, რაც იმ პარტიაში არიან ეროვნულად და სახელმწიფოდ მოაზროვნე ადამიანები და ის უნდა ყველგან არიან. არავინ არ უნდა გაირიყოს. აი ეს არის თავი. სხვას მე მინდა კიდე ბატონ კოტეს მიულოცოთ დაავადებით. კი ბატონო, ყველას კი ერთდებით, ყველა კი ერთდებით, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. იმ საქართველოს მოსწრება და იგივე ხელისუფლების დარწმუნებით შენ უნდა თქვა რომ მოესწრო. კი ბატონო. კი ბატონო. ჩვენთვის ძალიან დიდი ბედნიერება იქნება. მაგიტომ მივხვდით. ყველა. მე მგონი ჩვენი დრო ამოიწურა. ჩვენ დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა მსმენელს. დიდი მადლობა. და რა ვიცი, მოვებზადოთ კიდე მე როგორც ვიცი ის ვინც აპირებს ამ პარლამენტში მოღვაწეებს, ისინი ბომბებს ამზადებენ, ბომბებს ნიშნავს, ხო მეცნიერს რა ბომბა უნდა კონდეს, არის პროგრამები, რეფორმები, იდეები. ყველაზე მეტი ბომბა ეგაა. კი. და თავისი ხო როგორც ითქვა, დღევანდელ მართლ და ოპოზიციურ პარტიებს ამ ბომბების კეთების არც სურვილი აქვს, აღარ ცოდნა მათი ტვინის უსხმა მიმართებით არის გადარჩენისკენ. კი. ასე რომ ჩვენ დიდი შანსი გვაქვს. ჩვენ გვტკივა საქართველოს და ვიხჭვით საქართველოსთვის. მადლობა ამ დადებითი განწყობით ავასრულოთ. მადლობა ქართულ სახელმწიფოს და ქართულ ერს. მადლობა.